როგორ განსაზღვროთ და როგორ იცვლება საწარმოების ჯგუფების ზომითი კატეგორიები? ევალება თუ არა მესამე კატეგორიის საწარმოს შესადარისი ინფორმაციის წარდგენა. ესეც ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მესამე კატეგორიის საწარმოებს აქვთ უფლება არ წარადგინონ ფულადი ნაკადების შესახებ ანგარიშგება. გამარჯობა, მე ვარ მარიამ ბრეგვაძე, ლოიალტას ბუღალტრული მიმართულების დირექტორი და დღეს შევეცდები ვუპასუხო იმ კითხვებს, რომლებიც ძალიან ხშირად ჩნდება ხოლმე ფინანსური ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით. ამ საკითხში დღეს მე დამეხმარება ჩვენი სტუმარი თინათინ გოგუაძე, რომელიც წარმოადგენს e-კონსულის მენეჯერს და შევეცდებით ერთად ამოვწუროთ ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენს ძალიან ხშირად გაინტერესებთ ხოლმე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. როგორც მენეჯერს საკმაოდ ბევრი კითხვა დამიგროვდა და დავიწყოთ. დავიწყოთ, გისმენთ ყურადღებით. როგორ განსაზღვროთ და როგორ იცვლება საწარმოების ჯგუფების ზომითი კატეგორიები? საწარმოს ან ჯგუფის ზომითი კატეგორიის განსასაზღვრად გვაქვს 3 კრიტერიუმი. პირველი კრიტერიუმი არის საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმოს ბალანსზე არსებული აქტივების მთლიანი ღირებულება. მეორე კრიტერიუმი არის საანგარიშგებო პერიოდში საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობა და მესამე კრიტერიუმი არის საანგარიშგებო პერიოდში საწარმოს დაქირავებულთა საშუალო ოდენობა. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან სულ მცირე 2 უნდა დაკმაყოფილდეს იმისთვის, რომ საწარმომ განსაზღვროს ზომითი კატეგორია. თუმცა კანონში გვაქვს კიდევ 2 ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნას. პირველი 2 უწყვეტი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, თუ კი საწარმო აღარ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან სულ მცირე 2-ს მაინც, მისი ზომითი კატეგორია იცვლება და იგი წარადგენს ახალი ზომითი კატეგორიის მიხედვით ფინანსურ ანგარიშგებას. და მეორე, თუ კი წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით საწარმოს ზომითი კატეგორია გაიზარდა 2 საფეხურით, ამ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული წესი აღარ გამოიყენება და საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისთანავე იგი წარადგენს ახალი ზომითი კატეგორიის შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ საწარმო თავისი ინდივიდუალური ცალკე მონაცემების საფუძველზე დამოუკიდებლად წარადგენს ფინანსურ ანგარიშგებას და ჯგუფის ინდივიდუალური მონაცემების საფუძველზე ცალკე დამოუკიდებლად წარადგენს ჯგუფის ფინანსურ ანგარიშგებას. საინტერესოა, როგორ გამოითვლება საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა? მადლობა თიკო, ძალიან ხშირად ისმება მსგავსი შეკითხვები ჩვენი მისამართით და შევეცდები ამომწურავად ვუპასუხო ყველა თქვენს შეკითხვას. საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის გამოსათვლად განსაზღვრულია წესი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიერ, რომელიც მიღებული იქნა 2017 წლის 28 ივნისს. საშუალო რაოდენობის გამოსათვლად თითოეული საანგარიშო თვის ჭრილში უნდა გამოვითვალოთ დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა და უნდა დავაჯამოთ ეს ციფრი და შევაფარდოთ იმ თვეების რაოდენობასთან, რომელიც შედიოდა საანგარიშგებო პერიოდში. მაგალითისთვის, რომ გავამარტივოთ და ცოტა უკეთ გავიგოთ, რას ვგულისხმობ, თუ კი საწარმო საანგარიშგებო პერიოდი შეადგენს 12 თვეს და პირველი 3 თვის განმავლობაში მას ყავდა 30 დაქირავებული თანამშრომელი. შემდგომი 5 თვის განმავლობაში მას ყავდა დაქირავებული 40 თანამშრომელი და ბოლო 4 თვის განმავლობაში მას ყავდა დაქირავებული 35 თანამშრომელი. პირველ 3 თვეს გავამრავლებთ შესაბამისად 30 თანამშრომელზე, მომდევნო 5 თვეს გავამრავლებთ 40 თანამშრომელზე და ბოლო 4 თვეს გავამრავლებთ 35 თანამშრომელზე. ამ მონაცემებს შევკრიბავთ და შევაფარდებთ 12-თან. რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება დადგეს, თუ ანგარიშგების ვადები, წარდგენის ვადები იქნება დარღვეული? იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების წარდგენის ვადები დაარღვია სუბიექტმა, სამსახურს შეუძლია გამოიყენოს სანქციის შემდგომი ზომები. შეუძლია გამოიყენოს წერილობითი გაფრთხილება, ან გამოიყენოს ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმა საწარმოს კატეგორიის მიხედვით განსხვავებულია და მეოთხე კატეგორიის საწარმოსთვის არის 500 ლარი, მესამე კატეგორიის საწარმოსთვის არის
1000 ლარი, მეორე კატეგორიის საწარმოსთვის არის 5000 ლარი და პირველი კატეგორიის საწარმოსთვის არის 10000 ლარი. ჩვენ აქვე აღვნიშნეთ, რომ სამსახურს შეუძლია გამოიყენოს წერილობითი გაფრთხილებაც. წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში და მასზე დაკისრებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სამსახური საწარმოს გაორმაგებულ ჯარიმას აკისრებს. ასევე სამსახური უფლებამოსილია ფულადი სანქცია შეუფარდოს იმ საწარმოს, რომელსაც ევალებოდა აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და განუსაზღვროს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად 1-დან 6 თვემდე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც აღნიშნული ჯარიმა გაორმაგდება. ევალება თუ არა მესამე კატეგორიის საწარმოს შესადარისი ინფორმაციის წარდგენა. ესეც ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგი კითხვა, ამ კითხვასაც ძალიან ხშირად ვიღებთ და გეტყვით, რომ მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. თუმცა მათ აქვთ უფლება გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი. მათ მიერ წარდგენილი ანგარიშგება უნდა იყოს სწორი, ზუსტი და სამართლიანი. მათ მიერ წარდგენილი ანგარიშგება მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, საქმიანობის შედეგებს, კაპიტალის მოძრაობის, ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებას და განმარტებით შენიშვნებს. ასევე უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ ანგარიშგება, რომელიც იქნება წარდგენილი სუბიექტის მიერ, უნდა აკმაყოფილებდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ფუნდამენტურ ხარისხობრივ მახასიათებლებს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მესამე კატეგორიის საწარმოებს აქვთ უფლება არ წარადგინონ ფულადი ნაკადების შესახებ ანგარიშგება. და აი როგორ უნდა მოვიქცეთ? რა უნდა მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში თუ კი გსურს, რომ უკვე გასაჯაროებული ანგარიშგების ცვლილება გვინდა? ძალიან ხშირად სუბიექტები ინტერესდებიან ამ თემით და გამოსავალი არის შემდეგი. სამსახურს შეუძლია თავისი ინიციატივით ან თუნდაც სუბიექტის მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში დაადგინოს ხარვეზი და სუბიექტს მისცეს საშუალება, რომ სუბიექტმა დაარედაქტიროს აღნიშნული ანგარიშგება. ამის შესახებ ინფორმაციას სუბიექტი იღებს ვებგვერდზე ან ელექტრონული პოსტის მეშვეობით. ხარვეზის სირთულიდან გამომდინარე, განისაზღვრება გონივრული ვადა, რომელშიც უნდა აღმოიფხვრას ეს ხარვეზი. თუმცა აღნიშნული ვადა არ ცდება 10 სამუშაო დღეს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ კი სუბიექტი თავად გადაწყვეტს, რომ დაახარვეზოს თავისი ანგარიშგება, მან უნდა დააჭიროს დახარვეზების ღილაკს იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ანგარიშგება გადაგზავნილია სამსახურში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კი ფინანსური ანგარიშგება უკვე გამოქვეყნებულია, ამ შემთხვევაში მან უნდა დააჭიროს ფინანსური ანგარიშგების ხელახლა წარდგენის ღილაკს. და კიდევ ერთ შეკითხვა, მეოთხე კატეგორიის საწარმოს ევალება თუ არა ანგარიშგების წარდგენა, თუ ევალება, მაშინ ზუსტად რა და თუ არ ევალება, ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებთ? კი ბატონო, მეოთხე კატეგორიის საწარმოებს, როგორც ვიცით, ევალებათ მხოლოდ ციფრული ფორმების შევსება და მათ არ აქვთ PDF ფორმატში შედგენილი ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის გარემოება, რომ ამ წესით მოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ფინანსური ანგარიშგება წარდგენილია მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხე კატეგორიის საწარმო, როდესაც წარადგენს ანგარიშგებას, ზოგადი ინფორმაციის ჩანართში, მან უნდა მონიშნოს ანგარიშგების გასაჯაროვებაზე პასუხისმგებელი პირის ჩანართი, სადაც მიუთითებს პასუხისმგებელი პირის პირად ნომერს, სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს და სწორედ ამ ტელეფონის ნომერზე მიიღებს იგი ერთჯერად დასტურის კოდს, რომლის გადაცემის შემთხვევაშიც დაინტერესებული პირი, რომელსაც უნდა რომ მიიღოს წვდომა ფინანსურ ანგარიშგებაზე, შეიყვანს აღნიშნულ კოდს და მას მიეცემა წვდომა ანგარიშგებაზე.